როგორ მოვიზიდოთ ფული? რა ბლოკავს ფულის ნაკადს ქართველების ცხოვრებაში? ქართველების ვამბობ, იმიტომ რომ დღეს უფრო ქართულ კონტექსტზე და გამოწვევებზე ვისაუბრებ. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არქი Reverse Monday და დღეს არის ჩვენი 23 ეპიზოდი. პირველ რიგში გაგიზიარებთ ჩემს დამოკიდებულებას ფულის შესახებ, რომელიც ყოველთვის იყო დადებითი. მე არ მახსოვს არც ბავშვობაში და არც მოზარდობაში რომელიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მე ფულს აღვიქვამდი ცოდვად, ჭუჭყად, ან ფულიან ადამიანს წარმოვიდგენდი თითქოს არის კორუმპირებული, ანუ ფული არ ასოცირდებოდა ჩემ აღქმაში ცუდთან. და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, იმიტომ რომ მე არ მახსოვს ჩემი ბავშვობიდან ისეთი საუბარი ან რაიმე შეფასება გაეკეთებინა ჩემი ოჯახის, ესე ვთქვათ, წევრს ფულზე ან ფულიანი ადამიანის მიმართ, რომ სიმდიდრე ცუდია, ან ვინმე შეეფასებინათ, რომ აი დიდარია და ეგ კორუმპირებულიც იქნება, დიდარია და მე მგონი ცუდი ადამიანია, დიდარია და სხვას მოპარა. ანუ რა თქმა უნდა ყოფილა შეფასებები, რომ ვიღაც ადამიანი შეიძლება მათთვის მიუღებელია ან არ არის, მაგრამ ფულის ქონის ან ფულის არ ქონის გამო მე არ მახსოვს, რომ დედაჩემს და მამაჩემს რამე შეფასება გაეკეთებინოთ მესამე პირზე. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩემი დამოკიდებულება ფულის მიმართ საკმაოდ ჯანსაღია დღეს და არ მაქვს ის შეზღუდული ფიქრები ან შიშები ფულის მიმართ და პრინციპში ჩემ პროფესიაზეც და არჩევანზეც მოგიყვებით რამდენად განაპირობა იმან, რომ მე კომერციულად ვაზროვნებდი სამართლის სხვადასხვა დარგიდან ამირჩია, ესე ვთქვათ, ყველაზე უფრო კომერციულად ჩემთვის გამართლებული დარგი. იურისტი ვარ, შემეძლო გამხდარიყავი ადვოკატი სამოქალაქო ან სისხლის სამართლის საქმეებზე, მოსამართლე, პროკურორი, რასაც ძირითადად ირჩევენ, ან ყოველ შემთხვევაში ჩემ დროს ირჩევდნენ იურისტები და არასდროს არ წარმომედგინა ამ სამი მიმართულებით წასვლა და საერთოდ არც წარმომედგინა, რომ მხოლოდ ქართულ ბაზარზე მემუშავა, იმიტომ რომ აღვიქვამდი კონკურენციას, ასევე აღვიქვამდი იმას, რომ ადამიანები თანახმა იყვნენ ძალიან დაბალი ხელფასის სანაცვლოდ, გაეწიათ მომსახურება და ამით ესე ვთქვათ, მე არაკონკურენტულიანი ვხდებოდი, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი მუშაობა დაფასებული ყოფილიყო და ესე ვთქვათ, მატერიალურად რეალიზებული ყოფილიყო ჩემი მიზნები და ავირჩია კორპორატიული სამართალი და პრინციპში პირველი ორი სამსახურის გარდა სულ მუშაობდი საერთაშორისო კომპანიებში. თან ვხუმრობდი კიდევაც, იმიტომ რომ ჩემს რამდენიმე მეგობარს ხშირად უთქვამს, რა კარგი იქნებოდა, რომ საჯარო მიმართულებით წავსულიყავი. ალბათ არ ვიცი, ჩემი პირველი თვისებების გამო წარმოედგინათ ან უნდათ, მაგრამ სულ ამბობდი, რომ იქ არის ძალიან დაბალი ხელფასები და მინისტრს რა ხელფასიც აქვს, მე ეგ ხელფასი მქონდა უკვე, არ ვიცი, 24-25 წლის ასაკში. ამიტომ არ მინდოდა საჯარო მიმართულება. ყოველ შემთხვევაში საქართველოში. თუმცა ჩემი ეს დამოკიდებულება, რომ ფული კარგია, ფულის არ უნდა გვეშინოდეს, ის არის ინსტრუმენტი, რომ კარგი ცხოვრებით ვიცხოვროთ, სასარგებლოები ვიყოთ სხვებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც, მივხვდი, რომ არ არის ნორმა ყოველ შემთხვევაში ჩემ გარემოში. 1-2 გამონაკლისის შემთხვევის გარდა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი მეგობრებიც და ახლობლებიც ფულს რაღაცნაირად უფრთხიან, აი მათთვის აი საფრთხის შემცველია თითქოს და აი ვიღაცას თუ აქვს ბევრი ფული, შეიძლება არ გააჟღერონ, მაგრამ იფიქრონ, რომ ნეტავ საიდან აქვს, იმიტომ რომ მე ბევრ შრომობ და მაგალითად მე ვერ ვიშოვე ამდენი წელი. მე ახლა იმის თქმა არ მინდა, რომ ვისაც აქვს ბევრი ფული ავტომატურად ყველა კარგია და კარგი გზით შოულობს ამ ფულს. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ თვითონ
ადამიანის სიმდიდრე არანაირად არ განაპირობებს და განსაზღვრავს როგორი ადამიანია ის. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. როგორც ვიდეოს დასაწყისში ვახსენე, მინდა ვისაუბრო ბლოკებზე, რომელიც ხელს უშლის კონკრეტულად ქართველებს, რომ გამდიდრდნენ და რატო ქართველებს? იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ მძიმე ისტორია გვაქვს, სულ იყო სიდუხჭირე, ომი, თავდაცვა, გარდა დავით აღმაშენებლის და შემდეგ თამარ მეფის პერიოდში და არ გქონია ესეთი დამშვიდებული მდგომარეობა, როცა ეკონომიკის ზრდაზე ვიფიქრებდით. ამას დაემატა მერე საბჭოთა კავშირი და საბჭოთა კავშირის დროს როგორც ვიცი გადმოცემით და რაც მინახავს დოკუმენტური ან წამიკითხავს, ფულის გამოჩენა არ იყო კარგი ტონი, საერთოდ ფულის შოვნას არ იყო კარგი ტონი, პრინციპი იყო, რომ მდიდარი არ უნდა ყოფილიყო ადამიანი, ყველას უნდა ქონოდა თანაბარი შესაძლებლობა, მაგრამ ეს გახდა ძალიან დიდი კორუფციის წყარო და შესაბამისად ქართველებს ჩამოუყალიბდათ ეს აზრი, რომ ვინც მდიდარია, ის კორუმპირებულია, არალეგალური გზებით იშოვნა ფული. მერე მოვიდა 90-იანი წლები, ტოტალური გაჭირვება და ფული ჰქონდა იმას, ვინც ქუჩაში ნადირობდა სხვა ადამიანებზე და ძალიან მძიმე დანაშაულებს ჩადიოდა. გარდა პროცენტულად ძალიან ცოტა შემთხვევისა, ვინც ან ემიგრაციაში იშოვა ფული, ან საქართველოშივე, ოღონდ რაღაც ბიზნესის შენების გზით. მაგრამ ალბათ თითზე ჩამოსაცვლელი შემთხვევებია ესენი. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად მესმის ქართველი ხალხის და განსაკუთრებით წინათაობის წარმომადგენლების, რატომ ეშინოდათ ფულის, რატომ არ მოწონდათ ფული, რატომ თვლიდნენ, რომ ის არის ჭუჭყი, მძიმე, ასოცირდება ცუდ მოქმედებებთან და შესაბამისად თავის ოჯახის წევრებს და შვილებს და შვილიშვილებს ამ ყველაფერს, ესე ვთქვათ, ასმენინებდნენ, ჩაძახებდნენ და ფაქტობრივად ქართველ ერს ქვეცნობიერის დონეზე აქვს პროგრამა, რომ ფული არის ცუდი და ფულს უნდა ვერიდოთ და რაღაც შეზღუდული შეხედულებები გქონდეს, რომ ამაზე მეტი არ გვინდოდეს, ან ამაზე მეტ არ ვიმსახურებთ, ან ამაზე მეტი საშიშია, ზედმეტი ყურადღება არ მივიქციოთ და ასე შემდეგ. და მინდა რომ ეს თემები გავშალოთ და რაღაცნაირად დავფიქრდეთ, ვის რა წარმოდგენები გვაქვს ფულზე, რა თქმა უნდა, თუ გინდათ რომ თქვენი მატერიალური ცხოვრება გაუმჯობესდეს და ის რაც მიზნად გაქვთ დასახული მიაღწიოთ. თუმცა ვიცი რომ ეს თემა შეიძლება ყველასთვის ერთნაირად საინტერესო არ იყოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჩემთვის საინტერესოა და ვფიქრობ რომ მუდმივად ვავითარებ ჩემს დამოკიდებულებას ფულთან დაკავშირებით და შეხედულებებს და ვფიქრობ რომ მეტნაკლებად სწორ გზაზე ვარ. მინდოდა რომ ჩემი ცოდნა და დამოკიდებულება გამეზიარებინა ჩემი მაყურებლისთვის. პირველი ბლოკი, რომელიც ქართველებს გვაქვს, არის რომ თითქოს გადამეტებული, თავდადებული შრომა მოგვიტანს სიმდიდრეს. აქვე ვიტყვი, რომ ბევრმა სიტუაციამ და მაგალითმა დამანახა, რომ გადამეტებულ შრომას არასდროს არ შეუძლია სიმდიდრის შექმნა, სიმდიდრის შექმნა შეუძლია შრომას, რომელიც არის ჭკვიანური. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ბევრი არ უნდა ვიმუშაოთ, მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ბევრი, მაგრამ კონკრეტული სისტემებით და გეგმებით. სხვა შემთხვევაში უბრალოდ დავრჩებით 9-დან 6-მდე დასაქმებული, რომელიც ვერასდროს ვერ აცდება საშუალო ფენას და თუ აცდება, ეს იქნება
თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები, როგორიც არის ალბათ საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, TBC ბანკის აღმასრულებელი დირექტორი და ნუ რამდენია ეგეთი კომპანია საქართველოში, არ ვიცი, 15, 20, რომელსაც რეალურად შეუძლია რომ თავისი აღმასრულებელი დირექტორები გახადოს მილიონერებად. ძალიან ცოტა არის ძირითადი მასა საქართველოში, ვინც მუშაობს, აქვთ ან დაბალი ხელფასი, ან საშუალო ხელფასი, რომლითაც თავს გაიტან, შვილებს შეიძლება წაიყვან კერძო სკოლაში, მაგრამ გექნება კრედიტები, სულ უნდა იფიქრო, რამდენს ხარჯავს, სამსახური არ დაკარგა, მოკლედ აი რაღაცნაირად ჩემი გამოცდილებით და სხვა ადამიანებზე და საკუთარ თავზე დაკვირვებით 9-დან 6-მდე კლასიკური სამსახური გარდა ძალიან ცოტა შემთხვევისა არ იძლევა სიმდიდრეს, არამედ იძლევა გადარჩენის, ესე ვთქვათ, საშუალებას. მე როგორ ვხედავ ბევრი შრომის და ჭკვიანური შრომის დაპირისპირებას და რატო მირჩევნია ჭკვიანური შრომა. წარმოვიდგინოთ ერთი და იგივე ადამიანი, რომელიც არის პროფესიით მზარეული. პირველ შემთხვევაში ეს ადამიანი მუშაობს ერთ რესტორანზე და აქვს თვიდან თვემდე ხელფასი. მეორე შემთხვევაში ამ ადამიანმა თავისი საყვარელი საქმე, რომელიც არის მზარეულობა, ჭკვიანურად გამოიყენა, გააკეთა кейთერინგის კომპანია, кейთერინგის მომსახურების კომპანია, დაიქირავა სხვა თანამშრომლები, თუ აქვს სურვილი, ისიც მუშაობს მათთან ერთად და მასშტაბირება გაუკეთა თავის საყვარელ საქმეს, ცოდნას და შრომას და ერთ თვეში ემსახურება 30 კომპანიას მინიმუმ. აი ესე რომ შევხედოთ. დაახლოებით რომ დათვალოთ 30 ჯერ მეტი შემოსავალი ექნება თუ გააკეთებს 50 კაციან და მეტ ივენტზე მომსახურებას ყოველდღე, ვიდრე ერთ თვეში რომელიმე ოჯახში ან რესტორანში მზარეულობით. ანუ რისი თქმა მინდა რომ აქ არ არის საუბარი პროფესიის სრულებაზე. თქვენ თუ მოგწონთ თქვენი პროფესია, უბრალოდ იფიქრეთ მის მასშტაბირებაზე. როგორ შეიძლება ისე ვაკეთოთ თქვენი საქმე, მაგრამ თქვენი შრომა აღარ ეკუთვნოდეს მხოლოდ ერთ კლიენტს, არამედ შეგეძლოთ ბევრი კლიენტის მომსახურება. მაგალითისთვის ავიღოთ ფსიქოლოგი, რომელიც ატარებს სესიებს, ანუ 1 საათს უთმობს ერთ ადამიანს და იგივე ფსიქოლოგი აკეთებს თავის საყვარელ საქმეს, ისევ აკეთებს თერაპიას, ოღონდ მაგალითად ჯგუფურს ან კითხულობს ლექციებს, სადაც ერთდროულად შეუძლია 1000 კაც შესვლა და დასწრება. სად უფრო მეტი იქნება მისი შემოსავალი? იქ, სადაც არის დიდი მასშტაბი. ანუ შევინარჩუნოთ თუ მოგწონს ჩვენი საქმიანობა, შეგვიძლია რომ რაღაც მხრივ იგივე ტიპის, ესე ვთქვათ, სქემაც გქონდეს, რომ ხანდახან თუ ფსიქოლოგი ხართ, ერთ-ერთზე გქონდეთ სესიები, მაგრამ მეორე მხრივ შექმნით მომსახურება ამ პროდუქტის ტიპი, რომელიც მოგცემთ მასშტაბირების საშუალებას და ძალიან ბევრ პროფესიაში უკვე ხვდებით წინასწარ ჩაწერილ ვიდეო კურსებს, რომელიც გასწავლის ფოტოგრაფიას და ყიდი 1000-ობით ადამიანზე, ან მაგალითად წინასწარ ჩაწერილ წიგნის განხილვებს, მედიტაციებს, რომელიც შეუზღუდავ რაოდენობაზე შეგიძლია გაყიდოს. საქართველოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უნიკალური ენა, რისთვისაც ძალიან მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ შევინარჩუნეთ და ჩვენი ბაზარი ამ ენით, ესე ვთქვათ, შემოისაზღვრება, თუმცა ვისაც გაქვთ სხვა ენის ცოდნაც, შეგიძლიათ თამამად მასშტაბირება თქვენ პროდუქტებს და სერვისებს გაუკეთოთ სხვა ენაზეც, თუმცა 4 მილიონიანი ბაზარიც
ძალიან საკმარისი და კარგია იმისთვის, რომ ბევრად უფრო კარგად იცხოვროთ და გქონდეთ მეტი შემოსავალი. სკნა არის, რომ შრომა ძალიან კარგია, შრომა ნამდვილად აკეთილშობილებს ადამიანს, მაგრამ უნდა ვიშრომოთ ისეთი ბიზნესის მოდელით, რომელიც ჩვენს ერთ საათს გაყიდის ბევრ კლიენტზე ერთდროულად, ან არ შეგზღუდავს, რომ თვიდან თვემდე მხოლოდ ერთი კომპანიისგან ან კლიენტისგან ავიღოთ ხელფასი. მეორე მნიშვნელოვანი ბლოკი, რაც გვაქვს, რასაც დავკვირვები ვარ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გარშემო, არის, რომ ადამიანს უნდა უბრალოდ ფული, სიმდიდრე. აი უნდა რომ დიდარი იყოს. მაგრამ მისთვის რა არის სიმდიდრე, რამდენი ფული ჭირდება, ამას ვერ გეუბნება, ვერ გაგცემს პასუხს. რაღაც შაბლონურად შეიძლება გითხრას 1 მილიონი, ან ვისთვისაც რა არის სიმდიდრის განსაზღვრება. მაგრამ სანამ ჩვენ არ ჩამოვყალიბდებით იმაზე, რა მიზნები გვაქვს ზოგადად, ძალიან რთული იქნება და თითქმის შეუძლებელი, რომ განსაზღვროთ, რამდენი ფული გვჭირდება ამ მიზნების შესასრულებლად. ჩემ შემთხვევაში მე მიზანი, რაც მაქვს ფულთან დაკავშირებით, არის ჯამური, ესე ვთქვათ, ოდენობა იმ თანხის, რაც მე მჭირდება სხვა მიზნების შესასრულებლად. ჩემი მიზანი არ არის, რომ მქონდეს X რაოდენობის მილიონი ან მილიარდი დოლარი. ჩემი მიზანი არის სხვა მიზნების შესრულება, ანუ თვითმიზანი ფული კი არ არის, არამედ ფულის ინსტრუმენტად გამოყენება იმისთვის, რომ მე ვიცხოვრო ჩემი სასურველი ცხოვრებით და ყოველთვის ამაზე წინა ვიდეოებში ვსაუბრობ და აქაც გავიმეორებ, რომ ყოველთვის თქვენ მიზნებში უნდა იყოს დაბალანსებულად საკუთარი თავისთვის სასარგებლო და აუცილებელი მიზნები და ასევე საზოგადოებისთვის. ანუ უნდა დააბალანსოთ ეგოისტურად მარტო საკუთარი თავისთვის კარგი ძალიან რთული შესასრულებელია, ვერ ვიპოვნით ამისთვის საკმარის ენერგიას და შინაგან მოტივაციას. აქედან გამომდინარე, გაშალეთ მიზნები ისე, რომ თქვენს კარგად იყოთ და სხვაც გახადოთ კარგად. და აი ამ მიზნებიდან გამომდინარე დათვალეთ, რა თანხა გჭირდებათ და იყავით კონკრეტულები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიზანს უნდა მივუდგეთ ისე, როგორც კომპანიები უდგებიან თავიანთ მიზნებს, მაგალითად smart goals, რასაც ეძახიან. მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, უნდა იყოს გაზომვადი, უნდა იყოს მიღწევადი, რელევანტური, დროში განსაზღვრული. სხვათა შორის smart მიზნების დასახვაში ძალიან დაგეხმარებათ ჩემი გაკეთებული, ესე ვთქვათ, სამუშაო ფურცელი, ვისაც გაინტერესებთ Instagram-ზე მომწერეთ და გამოგიგზავნით და ყველა მიზნის შაშლა შეგიძლიათ და მკაფიოდ დანახვა და განჭვრეტა, რაც მოიტანს მეტ სიცხადეს და დაიწყებთ ამ მიზნისკენ სვლას. აქ იმის თქმა მინდა, რომ დაბნეული, განუსაზღვრელი, სხვა მიზნებთან არაფერ შუაში სურვილი, რომ ამდენი მინდა ფული და არ ვიცი რატომ მინდა, რაში მჭირდება, რა ემოციებს მომიტანს, ვის დავეხმარები, რაში დავეხმარები, რას ავაშენებ, როგორ გავაკეთებ, მთელი ცხოვრება დარჩება ოცნებად და არასდროს არ კონვერტირდება მიზანში. რა განსხვავებაა ხო ოცნებასა და მიზანს შორის? ოცნება არის ადამიანისთვის რაღაც მიუღწეველი, მიზანი კი რეალური და მიღწევადი და ჩვენ რაღაცნაირად გვინდა რომ ოცნების რეჟიმიდან გამოვიდეთ და გადავიდეთ მიზნების შესრულების რეჟიმზე და ამას მოგიტანთ ნამდვილად სიცხადე და ეს არის ძალიან გავრცელებული პატერნი საქართველოში, რომ ეკითხები ადამიანს, აი როგორ გინდა ცხოვრება, რამდენი გინდა ფული და პასუხი არის ან არ ვიცი, ან მდიდარი მინდა ვიყო, ან
გეტყვის უცბად, რომ 10 მილიონი დოლარი მინდა, ან 1 მილიონი დოლარი. ამიტომ გამოვიდეთ ამ დაუზუსტებელი მდგომარეობიდან და თან დავიმახსოვრეთ, რომ ის რაც დღეს გვინდა და გვაკმაყოფილებს და მივახცევთ, შეიძლება რომ მე შეიცვალოს. ეს არ არის, რომ დღეს ამდენი მინდა და სულ ამდენი უნდა მინდოდეს. თქვენ განვითარებასთან და ცხოვრების სვლასთან ერთად ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი ცხოვრებისთვის საჭირო ბიუჯეტის დაკორექტირება, გაზრდა და თუ სურვილი გექნება შემცირებაც. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ბლოკი არის ჩვენი მენტალური მდგომარეობა და წარმოდგენები ისტორიიდან გამომდინარე ფულის შესახებ. როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, ფული არც თუ ისე კარგ ადამიანებთან ასოცირდება ჩვენ აღქმაში. ან შეიძლება ასოცირდებოდა. ჩემთვის ეს ესე არ არის, ძალიან ბევრ ღირსეულ და კარგ ადამიანს ვიცნობ, რომელიც არის ძალიან დიდარი და სხვათა შორის მათთან ურთიერთობამ დამანახა, რომ ფული არ ცვლის ადამიანს, ფული აძლევს ადამიანს საშუალებას გამოავლინოს თავისი თავი ისეთი, როგორიც იყო ყოველთვის. არ დაიჯეროთ, რომ ადამიანი იყო კარგი და გახდა ცუდი, ან იყო ცუდი და გახდა კარგი. როგორიც იყო ისეთი არის, უფრო მასშტაბირდება უბრალოდ. ადამიანი, რომელსაც უნდა სიკეთის კეთება და გუშინ არ ქონდა ამის საშუალება და დღეს აქვს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ სიკეთეს გამოავლენს, როცა მას აქვს ფული და მატერიალური შესაძლებლობა. და ადამიანი, რომელსაც არ ქონდა ფული შესაბამისად, არ ქონდა ძალაუფლება და იყო ცუდი ადამიანი და დღეს აქვს ძალაუფლება და ფული, რა თქმა უნდა, უფრო თამამად გამოავლენს მის ცუდ მხარეებს, იმიტომ რომ მას აღარ ჭირდება ის ძველი ადამიანები, ვინც ესე ვთქვათ, ადრინდელ მისთავთან მეგობრობდნენ და სულ ერთია მათი აზრი და ასე შემდეგ. და კიდევ ერთს დავამატებ, რომ ძალიან ხშირად როცა ადამიანი მდიდრდება, ის კი არ იცვლება ცუდისკენ, არამედ ადამიანები მის გარშემო იცვლებიან, ისინი ხდებიან უფრო შურიანები, ღიზიანდებიან, განსაკუთრებით რაღაც ერთი სოციუმიდან თუ მოდიხართ, ერთი ოჯახი ხართ, ერთი სამეგობრო ხართ, რომ აი მეც იგივე შესაძლებლობები მქონდა, მეც იგივე სტარტი მქონდა და ამან მოახერხა და მე რატო ვერ მოვახერხე? აი ესეთი, ესე ვთქვათ, დაპირისპირებები ხდება და მერე იწყება გამდიდრებული ადამიანის ლანძღვა, რომელმაც რეალურად არავის არაფერი არ დაუშავა, უბრალოდ გამდიდრდა და სხვები ამით გააღიზიან. ამიტომ ეგ დამოკიდებულება ადამიანების მიმართ შევიცვალოთ, იმიტომ რომ ეგ ავტომატურად იწვევს ფულის მიმართ უპატივცემულობას, ფულის მიმართ ცუდი ენერგიის, ასე ვთქვათ, გაშვებას, ნეგატიურ წარმოდგენებს და ის, რაც არ გინდა, არ მოგეცემა, ესე ვთქვათ. აქედან გამომდინარე, უნდა გადავხედოთ პირველ რიგში ჩვენს ოჯახში რა კომენტარებს აკეთებდნენ ჩვენი ბებიები, ბაბუები, არ ვიცი, ნათლიები ფულის შესახებ, რა გვესმოდა, რა არის ფული, როგორია ფულიანი ადამიანი და უნდა გადავაფასოთ. ძალიან ბევრი კარგი წიგნია ამის შესახებ, სხვა შორის ქართულ ენაზე რამდენიმე ლექციაც არის ძალიან კარგი და ვისაც გაინტერესებთ, მომწერეთ და მაგასაც რა თქმა უნდა გაგიზიარებთ. იცით როგორი სიტუაციაა დაახლოებით? წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც უნდა რომ გახთეს, მაგრამ ჭამს ძალიან ბევრს. და წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც სულ ლანძღავს სხვა ფულიან ადამიანს და უნდა ფული. ანუ, უნდა შეცვალო აქ დამოკიდებულება, როგორც გახთომის მსურველმა ადამიანმა უნდა შეწყვიტოს უზომო ჭამა, იმისთვის რომ მიზანს მიაღწიოს, აი ზუსტად იგივე მარტივი ფორმულით უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება ფულის მიმართ და შევთანხმდეთ საკუთარ თავთან
ქვეცნობიერის დონეზე და ცნობიერის დონეზე, რომ ის არის კარგი, ის ჩემთან მოედინება როგორც ულევი და უხვი მდინარე, მარტივად, მშვიდად, ფულის დინება დაიწყება თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ ნუ შეაზღუდინებთ მავნე და არასწორ ფიქრებს თქვენს ცხოვრებას და შესაძლებლობებს. რაც შორის მაინტერესებს, დამიწერეთ კომენტარებში თქვენ გარემოში, აი რა გამონათქვამები იყო ფულზე, განსაკუთრებით რამე აი ეს პოსტსაბჭოური ან ქართული კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვები და წინადადებები თუ გახსოვთ, მაინტერესებს აუცილებლად დამიწერეთ. მეოთხე ბლოკი, რაც ესე ცალკე გამოვყავი, არის ფოკუსის ნაკლებობა და რას ამბობს ამაზე ნეირომეცნიერება. რეტიკულარული აქტივაციის სისტემა ჩემს მაყურებელს ემახსოვრება, რომ არის ქვეცნობიერის ფილტრი, რომლის გავლითაც ცნობიერს მიეწოდება ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ანუ ჩვენ თუ არ დავაჯერეთ ჩვენი თავი, რომ ფული ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, არ განსაზღვრეთ smart მიზნებად და არ დავინახეთ მკაფიოდ რაში გვჭირდება, როგორ გვჭირდება, რამდენი გვჭირდება, ჩვენ ვერ ვფოკუსირდებით იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც შეუძლია რომ ფული მოგვიტანოს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ჩვენ რაც ვილაპარაკეთ მანიფესტაციაზე, ვიზუალიზაციაზე, წერაზე და ყველა იმ ტექნიკაზე, რაც ზოგადად გვეხმარება მიზნების მიღწევაში, ეს ყველაფერი შეგვიძლია გამოვიყენოთ ფულთან მიმართებაშიც იმისთვის, რომ ჩვენი ქვეცნობიერი დავაჯეროთ მის მნიშვნელობაში და ჩვენს კარგ განზრახვებში. და აქვე რჩევა იქნება, რომ შევვრიოთ ისეთი მიზნები, როგორიც არის მოხუცებულთა თავშესაფარის აშენება, სადაც უფასო მომსახურება იქნება, ან მაგალითად ქალებისთვის მაგისტრატურის დაფინანსება. ანუ აი ესეთი ფილანტროპიული მიზნები შევურიეთ, თქვენ ამით არაფერს არ დაკარგავთ და ბევრად უფრო აინთებით და თქვენი გონება დაიჯერებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სამყაროსთვის გინდათ კარგის გაკეთება და უფრო მარტივად წამოვა თქვენთან ეს შესაძლებლობები. ოღონდ არ გამოიყენოთ ეს ტაქტიკა მოტყუების მიზნით, სამყარო არ გადააგდოთ, თორემ ის ყოველთვის ითხოვს ბალანსს. აუცილებლად, როცა ჩვენთან მოვა ის თანხა, რომელიც გვინდოდა მოსულიყო, იმ მიზნებზე დახარჯეთ, რა მიზნებისთვისაც გინდოდა, თორემ წაიღებს უკან. მე ეს მინახავს საკუთარი თავის მაგალითზე, რაც ეხლა მახსენდება ორჯერ და სხვების მაგალითიც ძალიან ბევრი მახსენდება, ამიტომ იყავით ფრთხილად. ძალიან სხვათა შორის რთული მომენტია, როცა რაც გინდოდათ, რომ მოსულიყო თქვენ ცხოვრებაში და რისთვისაც გინდოდათ, რომ მოდის, აი ადამიანები ვართ და შეიძლება სიხარბემ გვძლიოს, მაგრამ მე ცუდად ვსწავლობთ ამაზე ჭკუას, ცუდად გულისხმობ, რომ ძიმე გაკვეთილს გვაძლევს სამყარო და სიხარბეს არ მივცეთ საშუალება, რომ დაგვამარცხოს. ეგ არ ნიშნავს, რომ არ შემოგვეპარება, მაგრამ დავიჭიროთ, დავამუშაოთ, გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ შეუზღუდავი შესაძლებლობები გვაქვს და ეს არ არის ერთადერთი შანსი და საშუალება, როცა ფული ჩვენთან მოვიდა და მართლა ისე გადავანაწილოთ, როგორც ვაპირებდით. ერთ-ერთ პოდკასტში ძალიან სახალისო სავარჯიშოს მოусმინა და ძალიან მომინდა გამეზიარებინა თქვენთვის. წარმოიდგინეთ, რომ კაფეში შეხვედით დილით საუზმეზე, ყავაზე, მეგობართან ერთად და ამ დროს შემოვიდა ფული. ოღონდ ფული არის პიროვნება, აი რაღაცნაირად პიროვნების, ესე ვთქვათ, სახემიეთი. შემოვიდა როგორც ადამიანი და მე მოქვს თქვენთან კითხვა. როდესაც ფული დაჯდა თქვენს საპირისპირო მაგიდაზე,
რა შეგრძნება გაგიჩნდათ, ვინ არის, როგორი ემოციები გამოიწვია, საერთოდ როგორ გამოიყურება, აი თქვენს წარმოსახვაში როგორია და ეს ფაქტი, რომ ის თქვენ წინ დაჯდა, თქვენ რამე შესაძლებლობას გაძლევთ, როგორ გამოიყენებდით ამ შესაძლებლობას, ან როგორ მოიქცეოდით, მეგობარს რას ეტყოდით, ეხლა ვინ შემოვიდა, როგორ დაახასიათებდით, მართლა ძალიან კარგი სავარჯიშოა, მართლა ძალიან კარგად დაგანახებთ, ეხლა რა დამოკიდებულება გაქვთ ფულის მიმართ და ეს დამოკიდებულება საერთოდ შეესაბამება თუ არა თქვენს მიზანს ფულთან დაკავშირებით. თქვენ თუ ფული არ მოგწონთ და გაშინებთ, თქვენ ვერ იშოვით მილიონებს, ჯერ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება და მერე ვიმუშაოთ მიზანზე. ძალიან გთხოვთ კომენტარებში დამიწეროთ თქვენი პასუხები, ეს სიტუაცია რო წარმოიდგინეთ, რა ხდება მან თუ აქ არ გინდათ დაწერა, Instagram-ზე მომწერეთ, მართლა ძალიან მაინტერესებს და მინდა რომ შევადაროთ ჩემ პასუხს. აქ არ გეტყვით რომ მომწერთ Instagram-ზე, მერე გეტყვით, იმიტომ რომ რაღაცნაირად შეიძლება ეხლა რო ვთქვა, აზრი შეგაცვლევინოთ და სხვა პასუხამდე მიხვიდეთ. უკვე მეორე თვეა, რაც Lumia's Coaching-ის აკადემიაში ვსწავლობ. და ვემზადები International Coaching Federation-ის გამოცდისთვის და აქედან გამომდინარე გადავწყვიტა რომ სექტემბერში და ოქტომბერში მქონდეს უფასო coaching სესიები ჩემს პირველ გამომწერებთან განსაკუთრებით მათთან ვისაც აინტერესებს კარიერული ტრანსფორმაცია ცვლილებები ცხოვრებაში და ფულთან დაკავშირებული საკითხები. აქედან გამომდინარე, მომწერეთ Instagram-ზე, ჩავნიშნოთ 1 საათიანი ზარი ყოველ კვირას, თუ სურვილი და დრო გექნებათ და ვიმუშაოთ თქვენს კონკრეტულ მიზნებზე დროებით.